საკავშირით უნდა მესაუბროთ, ესე იგი ტყუილა არ მithქვამს. სუპერ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ეს ჩემი აზრით, პირადად როგორც მოქალაქის და როგორც ექიმის, სხვა შორის ახლა მუშაობთ წიგნზე, რომელსაც იქნება რეპროდუქციული პერიოდი და სექსოლოგიური ცხოვრების ხარისხი. რადგანაც ჯერ კიდევ ფროიდი ამბობდა, ხო, ორი ძირითადი მოტივატორი აქვს ადამიანის ცხოვრებაში: სექსი და თვითდამკვიდრების გრძნობა. კარნეგი მას უწოდებდა დიადად ყოფნის სურვილი, ანუ რაღაცაში თავის წარმოჩენა. დანარჩენი ფული, თანამდებობა და სხვა ამას მოყვება თურმე. ახლა ნახეთ, რეალობაში როგორ არის. სულ ვამბობ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანას ჩემი ხედვით აქვს სამი ძირითადი პრობლემა თქო. პირველი, პროფილაქტიკური გასინჯების კულტურის არ ქონა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცში, რო არაფერი არ გტკივა და არ მიდიხარ ექიმთან. ეს ნელ-ნელა დაიწყო, ახლა მე როგორც კიბო გადატანილი მუდმივად ვქადაგებ, რო იტყვიან მათ შორის ახალგაზრდა ქალებთან, ფარისებრი ჯირკვლის ძუძუს, პაპტაისტის საშვილოს ნოსყელზე და სხვა. ეს პრობლემა ნელ-ნელა გაიხსნა და ადამიანები არიან, რომელიც წელიწადში ერთხელ მოდიან ყოველგვარი ტყივილების გარეშე ჩემთან პირადად. ანუ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა რომ გადაარო. კარგი ცხოვრება სავალდებულოა. ეცეთ წელიწადში 6 თვეში გააჩნია რომელზეა საუბარი, მაგრამ საშუალოდ წელიწადში ერთხელ ძირითადი ონკოთვალსაზრისით პრევენციისთვის თუ რაიმე არ აწუხებს ადამიანს, სრულიად საკმარისად ითვლება. მეორე პრობლემა, რომელსაც მრავალი წელია ვამბობ, სექსუალური ცხოვრების სოდნა 0.0 0.0 რაღაცა. დაახლოებით 70-დან 80%-ზე მეტი ახალგაზრდა ქალბატონები თუ მამაკაცები, როდესაც თქვათ რეპროდუქციული პრობლემის გამო მოდიან, როცა ღრმად შეხვალ და კონტაქტში შემოვა შენთან ექიმთან და ნდობა გაიხსნება, აღმოჩნდება, რომ სექსოლოგიური ცხოვრების ხარისხი, ასე მარტივად ვეკითხები რო არ გაურთულო ფიქრი. აი როგორ შეაფასებდით? კარგი, საშუალო თუ ისე რა ნიშნავს, რასაც ნიშნავს, ხო? და ნუ ადამიანებს, ნუ რაღაც იცით აი საშუალო ისე რა. ესე იგი, როდესაც გეტყვის რომ კი, ექიმო, თქვათ 30 თუ 35 წლის ქალი ორგაზმი მქონდა ერთხელ. გესმით? რას ნიშნავს ეს ახლა ვისაც სექსოლოგიური ცხოვრების ანი და ბანი ესმის, ეს ნიშნავს რომ ხო, ერთხელ დავწერე ჩემი სახელი, დანარჩენად ზეპირად ვიცი. ხო, ანუ ნახეთ, ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია სექსუალური ცხოვრების კომფორტზე, რომელიც უცოდინარობის გამო, ორივე პარტნიორის უცოდინარობის გამო, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ძალიან დავარქვათ ასე, დიდი ვაკუუმის ქვეშ არის და უხშირესად ის იწვევს ადამიანთა ცხოვრების ხარისხის აგრესიულ შიდა, ასე ვთქვათ, განწყობებს. მარტივად გეტყვით, 10 განქორწინებიდან ამერიკაშიც კი ერთ-ერთი გოფმანის 9 არის სექსუალური შეუთებს ამერიკაში, სადაც შედარებით თითქოს და უფრო თავისუფალია ეს თემა, ხო? და რა შესაბამისად უფრო მაღალია. ხო, თავისუფლების ხარისხი შედარებით მეტი. ამდენად ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და ის რომ რასწავლა უნდა სექს ბებია ჩემის ბაბუა ამას ტყის განაპირა სახში აკეთებდა და ჩვენ გავჩდით, ეს არ არის ნამდვილად ლოგიკა. ამიტომ სექსუალური ცხოვრება და მისი ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ადამიანის ცხოვრების მოტივატორი. ჩვენთან საქართველოს სამწუხაროდ ეს თემა საკმაოდ ტაბუდადებული არის, მშობლებთან არ ლაპარაკობენ, ამიტომ თუმცა მშობლებთან რო ილაპარაკონ, გეტაყვა ის მშობლებიც რომ ბავშვი რო გააჩინეს, ეს არ ნიშნავს რომ სექსოლოგიაში რამე იციან. მაგრამ თუ ეს გახსნილობაც რაღაცას უკვე ხელს შეუწყობდა. აქედან არის ჩემი აზრით ის პრობლემებიც წარმოქმნილი, რომ ექიმთანაც აქვს პრობლემა კომპლექსი, ასე ვთქვათ, საუბრის და თქვენთანაც რომ მოდიან დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე არც იხსნებიან. იცით, მე არ შევეცდები თქვენს გადარწმუნებას კამათის მოგების ოქროს წესი არ შეხვიდე კამათში, მაგრამ გეტყვით რომ თუ ადამიანი მოდის და მანიგზნო რომ თქვენ გულწრფელად უსმენთ მის პრობლემას, ის სრულიად მთლიანად გადმოლაგდება, რომ თუ შეხედა რომ
ის მას შვებას მისცემს თქვენი რაღაც რჩევა. ხშირად პაციენტი ამბობს, იცით, ამაზე უთხარი მე ვიღაც ექიმს და იმან მითხრა, ხო, არ გაამახვილა, ყურადღება თქვა, რომ მაინც სპერმის ხარისხი კარგია, ეს კარგია და ჩემთვის საკმარისია. ცხოვრების ხარისხია ადამიანის მთავარი და ეს არ არის მარტივი, იცით, მე თუ არ ვიცი სექსოლოგიური სექსის ანბანი და მარტო ვიცი ციგნის რაღაც ერთი ნაწილიდან. თქვენ ჩემთან პაციენტად რომ მოხვალთ, მე რა უნდა გითხრა თქვენ გეტყვით, რა მაგას კაცო ხო ცხოვრობთ თვეში ერთხელ და ნუ არა უშავს თუ არა და ხელოვნურად გავანაყოფიერებ და მორჩა. კი ბატონო, შვილს გააჩენს, მაგრამ ცხოვრების ხარისხი ხო არც შვილით იწყება და არც შვილით მთავრდება. ხო? ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხომ მკითხავთ ამას ლაპარაკობთ თემა რა ქნან ადამიანებმა. არ ვიცი ეს კითხვაში გიწერიათ თუ არა. ჩემი აზრით ამაზე ცოტა უფრო მეტად გახსნილად შეხედონ საკუთარ თავს და საკუთარ თავს ემეგობრონ ისევე როგორც ყველაფერში უსმინონ და გააცნობიერონ. წაიკითხონ ნებისმიერ ენაზე წერია დღეს რაღაცეები, ოღონდ სწორად მოძებნონ და არა ერთ ისეთი ანეკდოტივით ამბავს ვიტყვი. ერთ-ერთი პაციენტი, ერთ-ერთი თქვათ დავარქვათ ასე, არც ძალიან მაღალი ინტელექტუალური ორბიტიდან, თუმცა იცით რა არის, რომ მაღალი ინტელექტუალური ორბიტა გონია, ისეთ რამეს იტყვის ეს ადამიანი, რომ გაგონილი აქვს სხვაგან და ამბობს რომ იცით რა მე კი ვიცი რატომაც ვერ დავორცულდიო ექიმო, მაგრამ ხო არ ვიტყვი ამასო მეუღლეს ხო არ შევარცხო და რა შეესაქმე და სქესობრივი ცხოვრების დროსო ისინიო მისი სიტყვებით რო თქვა კვერცხებიო ანუ სკროტუმი გარეთ რჩებაო და ის თუ შიგნით არ შევიდა საშუში რა დამაორცულებსო. მისი წარმოდგენა ასეთი იყო ამაზე, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. ანუ ცოდნა ელემენტალური დავარქვათ ასე ცხოვრებისეული მათ შორის სექსოლოგიური ანბანისა და ალბათ ეს ერთ-ერთი შეიძლება იყოს, რომელიც ადამიანებმა უნდა წაიკითხონ, თუ რამეთლს ადამიანი არის ზრდასრული. ეხლა რო არავინ მითხრას მერე რომ არა, იქ ბავშვებს არ უნდა. საერთოდ მე ჩემ შვილებს ვცდილობ ყველაფერზე ღიად ველაპარაკო, სანამ ის დამისვამდე ეს კითხვას თუ მე შემიძლია მიუტანო ეს აზრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს შემიძლია სხვა შვილებთანაც ვაკეთო, იმიტომ რომ იქ ჩემი გარკვეული უფლებები არის. მაგრამ 18 წლის მერე ადამიანი არის თავისუფალი. ჩემშვილს უთხარი, მე გაძლებ თავისუფლებას, როცა გახდა 18 მიიღე გადაწყვეტილებები პასუხი აგემასზე. თვითონ წაიკითხავს და თვითონ გაერკვევა რაღაცეებში. შემეს თამაშ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ასევე სექსოლოგს, რომლის დეფიციტიც არის საქართველოში. თუ დამეთანხმებით. კი, რა თქმა უნდა, ეს 2-4 ახლა სექსოლოგი წესით სექსოლოგიურ თემებთან უფრო ახლოს არის და დეფიციტი არის თუ არა, არის მისი მისადმი ნდობის დეფიციტიც არის. საერთოდ აი რა სექსოლოგი რა თმინდა, კაცო მე ვაჟკაცი კაცი ვარ, მე რაში მჭირდება ეს. ხო? ან ქალს ამბობს, უნება, რა გვინდა? წადი შენ თუ გინდა მიდი. აი ძალიან ხშირი არის აი ეს გაუნათლებლობა სიტყვაზე, აი ამ სფეროში გაუნათლებლობა და ცნობიერება როცა არ აქვს ადამიანს. დეფიციტი ვაკუუმის ასე ვთქვათ, ხო? განათლების დეფიციტი, გაუნათლებლობა, კაცრეუბნები, ცოტა უხასიათოა. მანდილოსნებზე მაქვს საუბარი, როცა აი 18 წლის ასაკში იქნება ბავშვობაში, როცა მშობელთან არ აქვს ის ურთიერთობა რომ გაიხსნას, იმიტომ რომ ეს თემა საკმაოდ ტაბუდადებულია მაინც რაღაც უმეტეს პროცენტში საქართველოში. არის რაღაც გარკვეულ პრობლემებს აწყდება. თუნდაც დავიწყოთ იქიდან რომ იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც იწვევს გარკვეულ ჰორმონალურ ცვლილებებს, არ ეუბნება მშობელს, არ ხდება ამის გადამოწმება ექიმთან. ამას ხომ საკმაოდ გაკონტროლებაც სჭირდება. გეტყვა. მე ახლა ამ წუთას არ ვიცი თქვენ ეს ინფორმაციები საიდან აგაქვთ, მაგრამ მაგას რაც მომისმენია იმას გეკითხებით, საზოგადოდ ისმება ეს კითხვები. გეტყვით რომ იღებდეს და უკვე რო ფიქრობდეს თავდაცვის რაიმე ფორმაზე, ეს უკვე კარგია. ეს უკვე ძალიან კარგია. მაგრამ არა საკმარისი. უკვე მე მგონი რომ საკმაოდ მიმართავენ თავდაცვას. ეცით რა, მოდით ასე, მე ერთ რამეს ძალიან ხშირად ვამბობ, როდესაც თქვათ ვიღაც კოლეგა გამოდის და ამბობს, ძალიან მოიმატა უშველობამ ან რაღაცამ და სტატისტიკა ოფიციალური ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ დანარჩენი ჩემი სიტყვა იქნება HR-ში. ჩემთან თუ შარშან მოდიოდა X პაციენტი წელს 2X მოდის, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საერთოდ იმატა. უბრალოდ ჩემთან მომართვიანობა. რასაც თქვენ ამბობთ, როდესაც ადამიანებმა, მათ შორის ხმაწვილებმა უკვე რაღაცაზე ყურადღება გაამახვილებს და მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო დავარქვათ თავის დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის გზაზე, ეს უკვე ძალიან კარგია.
ჰორმონულ აბებს იღებენ თუ არ იღებენ ასე. ძალიან იშვიათად მე პირადად როგორც კლინიცისტ ექიმს 30 წელი იშვიათად შემხვედრია, რომელიც ესე პირდაპირ აიღებდა და თქვათ დალევდა. გარკვეულად სადღაცა ან კითხულობენ ან ნახულობენ აბებს მაინც ერიდებიან. ნუ კონდომზე ასე თუ ისე ანუ პრეზერვატივზე მეტნაკლებად რაღაც წარმოდგენა აქვთ. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაიწყეს ფიქრი ამაზე ადამიანებმა. ეს არ არის ბევრი, რაც ჩემს ირგვლივ არის, თუმცა მე სტატისტიკა არ მაქვს და ამიტომ უპასუხისმგებლო სიტყვებს ვერ განვაცემ. არა, მე სტატისტიკაზე არ მქონდა საუბარი, უბრალოდ ალბათ თქვენს urჩევდით, რომ თავისით არ დაინიშნონ ასეთი მსგავსი ტიპის პრეპარატები და მაინც აკონტროლოს. დაახლოებით ესეთი რამ გამოგდის. მე urჩევდი, ჯობს იყოს წარმატებული, ჯანმრთელი, განათლებული, ვიდრე პირიქით. დიახ, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც სჭირდება, შეუძლია თქვათ ამ დაგეგმვის სპეციალისტთან ისეთი light კონსულტაციით, მაგრამ ბევრ რამეს ერიდებიან ადამიანები. ჯერ როგორ დაგეგმონ ეს კონსულტაცია, მე იქ ვიღაც ნაცნობი შეხვდეს, არ შეხვდეს, რატომ მიდიხარ და სხვა. ეს არ არის მარტივი თემა. ამისათვის ახალგაზრდა თავის დროზე მე როცა გაეროს ამ პროგრამაში ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი მრავალი წლის განმავლობაში, იქ იყო სივრცეები, სადაც ერთმანეთს არ შეხვდებოდნენ, ისინი შემოსვლა ერთი იყო, გასვლა მეორე და ანონიმურად შეეძლოთ მიიღოთ ინფორმაცია ამის შესახებ. ნუ მეტნაკლებად ალბათ დღესაც არის. და საერთოდ, იცით, თუ რაიმე გინდა ადამიანს ყმაწვილი ხარ თუ ზეყმაწვილი, თუ სწორად დასახავ მიზანს და საკუთარი თავისუფლებას იპოვი, გაცილებით უფრო წარმატებულად მოირგებ აბსაც, მეთოდსაც და ცხოვრების სხვა თავისუფლებასაც. დიახ. აქვე ძალიან საინტერესო თემას გვინდა შევეხოთ ასევე უშვილობის პრობლემას და ზოგადად ამის დიაგნოსტიკა რამდენად კეთდება საქართველოში და ახალი მეთოდები თუ არის დანერგილიან რაიმე გამოცდილება, რაც უკვე საზღვარგარეთ ძალიან მე ახლა ჩემს კლინიკას სახელად არ დავასახელებ, რეკლამაში არ ჩამეთვალოს, იმიტომ რომ თქვენი მოწვეული სტუმარი ვარ, თუმცა გეტყვით რომ გუშინ ჩემი გუნდი დავპატიჟე ქალაქ გარეთ იმისათვის რომ მესამედ აღმენიშნა ეს მათი და ჩემი პირველ რიგში დიდი შრომა მესამედ მივიღეთ ევროპული სერტიფიცირების დასტური წინა კვირაში. ეს ნიშნავს რომ ხარისხი და პირდაპირ წერია excellent საუკეთესო ხარისხის აპარატურის ცოდნის და ესეთი სერვისის ტანდემი სამჯერ პლუს კიდე სამჯერ best selected posters 2017-18 წლებში საუკეთესო ნაშრომად აღიარეს ჩვენი ნაშრომი ენდომეტრიოზი და უშვილობა ევროპის კონგრესში ერთი ქვეყნის ერთი კლინიკის სამჯერ ევროპის საუკეთესოზე საუკეთესოებში იშვიათად არის ამდენად მე სულ ვამბობ რომ როცა მეკითხებიან რას ურჩევ პაციენტს რას ეტყვით განსაკუთრებით უშვილობაზე თუ არსებობს თქვენ მეუბნებით თანამედროვე დღეს იტალიიდანაა პაციენტთან დაგეგმილი შაბათს ქონდა ერთი იმ დღეს ამერიკიდან იყო ეს ესპანეთიდან იყო ონლაინ კონსულტაციები რომლებიც პაციენტებს საერთოდ 24 ქვეყნიდან აქვს როცა თავისუფალი მიმოსვლა და ეხლა შედარებით შემცირებულია ეს თემა გესმით და ლაპარაკია რომ რას ვეუბნები რა უნდა ურჩიო პაციენტს ვისაც რეპროდუქციული ანუ შვილობასთან დაკავშირებით კვლევა ან მკურნალობა სჭირდება. პირველი და ძალიან მარტივი. ამისათვის არსებობს რეპროდუქტოლოგი და არა გინეკოლოგი. გინეკოლოგ შეუძლია რაღაც ნაწილი, მაგრამ მე ამას ვადარებ ხატვარს და მხატვარ დიზაინერს. დიზაინი შეუძლია გააკეთოთ ხატვარს და საერთოდ თქვენ შეგიძლიათ და მე ჩემ დიზაინი, მაგრამ ის ამის სპეციალისტი არ იქნება. მეორე თუ სივრცე სადაც ადამიანმა უნდა ჩაიტაროს წყვილმა კვლევები, ექიმი ეუბნება ამ საქმეზე იმ ქალაქში, იმ თავში წადი, იმ კლინიკაში, ამ ლაბორატორიაში იქ, ეს ნიშნავს რომ სივრცე არ არის მზად და კლინიკა არ არის სრულფასოვანი და სრულყოფილი, შესაბამისად შედეგები მაღალ კვალიფიციურად ისეთი შეიძლება ვერ იყოს ბჭყალებში რო ვთქვათ. Full service, სრული სერვისი ერთ სივრცეში. გარდა ამისა, ბევრს არ ჩამოყვები ერთ სიტყვით მარტო პრინციპი არ გაუკეთო სხვას ის რასაც შენს თავს არ გაუკეთებ. ხშირად ამბობენ ახლობელ ექიმთან მივედი, ახლა მთლად გინეკოლოგი კი არ არის, მაგრამ ნუ მივედი და რაღაცა ეს მითჩია და სხვა. ეცეთ ჩემთვის ამაზე დავფიქრებულ ვარ და მე ჩემთან პიროვნულად მივაღწია იმას ახლა მიც მეტნაკლებად მიცნობს იცის რომ ყველა სიტყვები ჩემს ასაკში 47 წლის ასაკში კაცმა არ უნდა თქვას
თითეული ადამიანი, რომელიც შემოდის და შენ ნდობას გიცხადებს, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩხოროწყუდან ჩამოვა თუ იმიდან ზალცბურგიდან ჩამოფრინდება, ის უკვე ხდება შენი ახლობელი. შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, იმიტომ რომ ის საიდუმლოს განდობს თავის ცხოვრებისას. ესეთი კარგი გამოთქმაა. ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი და მომენტი ცხოვრებაში ის არის, როცა ვიღაცა თავის ცხოვრების დაფარულ ნაწილებს გიყვებაო და ის ხდება ჩემი ახლობელი და თუ ამას პროფესიონალიზმ დავამატებ და ხშირად ვფიქრობ, აქ რომ მიშდეს ჩემი და ჩემი ქალიშვილი, როგორ მოვიქცეოდი და მას ხმამაღლა ვეუბნები და ხმამაღლა ვიაზრებ. არ ვიცი, კარგია, ცუდია, ჩემთვის ეს შინაგან თავისუფლებას იძლევა გადაწყვეტისას. გარდა იმისა, რომ მტკიცებითი მედიცინა რას ამბობს, გარდა ამისა, როდესაც სასწორის ორი მხარე ესეთი მილიგრამებშია ასაწონი, ვფიქრობ, აი მე რომ ვიღებდე ჩემი შვილისათვის გადაწყვეტილებას, აი ამას ამ მტკიცებით მედიცინასთან დაყრდნობით ამას მივიღებდი და მაშინ მე თავისუფალი ვარ და ვარქოთ ასე სტრესისგან. გულწრფელად ვურჩევ და ვუხსნი მას. რას მიიღებს მისი გადასაწყვეტი. ამიტომ რომ დავასრულოს. დიახ, შვილო რა არის შვილი? შვილი არის ერთ-ერთი მიზანი ადამიანებისა, თავისი მსგავსი შექმნან, გაზარდონ, თავისი ცოდნა თუ შრომა თუ მათ შორის მატერიალური ჩადონ და გაიჩინონ მიზნისკენ სწრაფვის იმედები. მათ შორის, ხო? თორე უამრავი გინახავთ ამბობს, ნეტაიშვილი არ გამჩენოდა, ალბათ ზეცაში ავარტყავდი თავს. აქ ლაპარაკია, რომ ეს ერთ-ერთი კარგი მიზანია თავისივე მსგავსი შექმნა და გამრავლება. ამიტომ სათუთია თემა და ხშირად ახალგაზრდა ხალხი, ვინც ამის გამო მოდის ჩვენთან, ისინი არავითარ დაავადებით არ არიან შეპყრობილი. ჯანმრთელი უშვილობა ხშირად უფრო სოციალური გამოწვევა, ანუ პრობლემა, ვიდრე ფიზიკური დაავადება რომელიმე. და ძალიან ხშირად ფსიქოლოგიაც არის ჩართული ამაში. ფსიქოლოგია, დიახ, აი მე გულისხმობ. მაგაზე მინდა და შემდეგ კითხვას კი, დამისვით კითხვა და მაგრამ ერთად თუ გინდათ. აი, ცნობიერებაზე როცა მქონდა საუბარი, ასევე ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც აქამდე მე პირადად ამსმენია და სულ ახალ ხანს მოვკარი თვალი, არის ეგრეთ წოდებული ვაგინიზმი, თუ სწორად ვამბობ, რომლის შესახებ. ვაგინიზმი არის ერთ-ერთი სექსუალური. არ იცოდა, ამიტომ იმართავდნენ გინეკოლოგებს, თუმცა აქ სექსოლოგის და ფსიქოლოგის ჩართულობა მგონი საჭირო და ესეც იწვევს უშვილობას, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. გეთაყვა თუ ქალი მოდის თქვენთან, რომელიც 1 წელია გათხოვილია, 3 წელია გათხოვილია, ყველაზე მეტი მყოლია 8 წელი. და ის სქესობრივი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს. ეს იწვევს უშვილობას, რომ ახლა რომ მკითხოთ, ახლა მე მგონი მაგას არ ჭირდება მეცნიერი, ხო? გარდა იმისა, რომ ფსიქოემოციურ მძიმე ტრამვას იწვევს ორივე პარტნიორში, ფიზიკურად თუ ვერ ხდება სქესობრივი ცხოვრების ელემენტალური აქტიც კი, როგორ დაორსულდება, ხო? რა თქმა უნდა. ეს საკითხია, თუმცა პრობლემად მაინც რჩება, რაც ნამდვილად პრობლემაა ხოლმე ადამიანებისთვის, არა ფსიქოლოგიური, არამედ ჯანმრთელობის მაგალითად. აქ ორივე პრობლემაა, თქვენ წარმოიდგინეთ ფსიქოლოგიური უმძიმესი სტრესია. კი, ფიზიკურად ის შვილთან მიმართებაში ხშირად, იცით, ერთ-ერთმა პაციენტმა ისეთი მითხრა, უშვილობის გამო იყო უმკურნალი შვილი გააჩინა, თქვა რომ ეს შვილი კი გავაჩინე და თქვა ეს მიზანი ავისრულე, მაგრამ ჩემი სექსოლოგიური ცხოვრება, თქვა სქესობრივი ცხოვრების ხარისხი პრაქტიკულად ნოლია და უკვე იცით რა ჩდება მერე და სწორად ჩდება. თავიდან ერთი მიზანი გადაფარავს მე როგორ შვილი მეყოლოს და ჯანდაბას. მერე რო აღმოჩნდება, ამიტომ თავისი არცით სექსოლოგიური სქესობრივი ცხოვრების მოწყობა, საკუთარი თავის შეცნობა. ნახეთ, ერთი პატარა დავბეჭდე ეს ბოლო და სიცოცხლე გახდა ბედნიერება, როცა ვისწავლე მისი ფერება და ახლა სრულად შემეფერებაო. საკუთარი თავი თქვენ ადამიანმა მე უნდა ვისწავლო. და მათ შორის ჩემი სექსუალური ლტოლვის, ეროგენული ზონების თვით აღმოჩენა, სულ ველოდებით რომ ვიღაცამ სადღაციდან უნდა აღმოგვაჩინოს. არავინ არ ისოც არ აღმოაჩინოს. ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩვენი გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაზე კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბროთ. აქ თუ გავშვებით, კარგი იქნება. ამიტომ ერთიც აუცილებლად მინდა გკითხოთ in vitro, რაც საკმაოდ აქტუალურია და ერთ-ერთი პრობლემის კარგი გადაჭრის საშუალებაა. აი საქართველოში რამდენად აქტუალურია და ზოგადად რამდენად გვაძლევს იმის საშუალებას ჩვენი განვითარება, რომ პატარა კითხვას დავამატებთ, შეიძლება
ჩემთვის ცნობილი გახდა წყური მოუკარი ესე ვთქვათ ხელოვნური განაყოფიერებისას შესაძლებელი რაღაც ახალი მეთოდი სქესის შერჩევაც და ეს სიმართლესთან ახლოს არის ცოტა მოკლედ რო გვიპასუხოთ ამაზე მოკლედ გეტყვით შემდეგ იმიტომ რომ განაყოფიერება დღეს ერთ-ერთი იმ მეთოდთაგანი სრულყოფილი არის ჩვენს ქვეყანაში, ჩემს კლინიკაში და სხვა პაციენტები ამას უკვე თავისუფლად და კარგად იღებენ ბედნიერების სისტემა ქვია ერთ-ერთ ინვიტრო განაყოფიერების აპარატს რომ სხვა ჩემი იდეით დაარქვეს მსოფლიოში და დღეს აი წინა კვირაში იყო სწორედ გულისცემა ამ პაციენტისა რომლის ნაყოფიც გამოვიყვანეთ აი ამ ლაბორატორიის აი ამ სისტემაში ბედნიერების სისტემაში და თქვენ მეკითხებით რომ რამდენად თქვათ ეს მისაღები ადამიანებისთვის ეს ისეთი უკვე გახდა ჩვეულებრივი და ერთადერთი სწორად და კარგად დაგეგმვის შემთხვევაში ადამიანები ამას მიმართავენ და მისი ბედნიერების ტყუპები 30%-ია ტყუპები თქვენ მეკითხებით სქესზე სქესი როდესაც პრეიმპლანტაციურად ანუ ნაყოფი ბოდიში ემბრიონი გადატანამდე წინასწარი სხვა რამის გამო უნდა გამოკლეული იყოს სხვა რა აქვს მას რომელიმე გენეტიკური დაავადება და სხვა იქვე XX-ია თუ XY ანუ მამრობითია თუ მდედრობითი ისა ემბრიონის ჩანს ამდენად ეს უკვე გადატანამდე იცი თუ 4 ემბრიონი მაქვს ეს 2 ეს არის შესაბამისად რომელიმე მათგანი უნდა გადაიტანო კარგი ემბრიონი უნდა გადაიტანო კონტროლი შეგვიძლია ხო თუმცა სქესის დეტექცია და წინასწარ ამის გამო ვიღაცის დაჩაქვრა ეს არ არის არც მორალური და არც სხვა მაგრამ ჯანმრთელობის მიხედვით ზოგიერთი დაავადება რომელიც მამაკაცის ხაზით გადადის და ქალით არ გადადის მაშინ უკვე არჩევანი უნდა გააკეთო ან პირიქით შეუძლებელი დღეს არაფერი 21 საუკუნე თემა და ზოგადად ამოუწურავი მე თუ მკითხავ და კითხვები ყოველთვის ძალიან ბევრი იქნება ამასთან დაკავშირებით თუმცა ცნობიერება გაიზარდოს რაზეც უკვე ვისაუბრეთ და მოგმართონ პრობლემით პირველ რიგში არ მოერიდოთ არც საუბრის და არც მოსვლის თავარია ვისწავლოთ რომ თავისუფლება, ბედნიერება და სიმშვიდე ჩვენ უნდა მოვიპოვოთ და ის არის დღეს და აქ ჩემთვის არც გუში და არც ხვალ. ეს არის თავი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხებისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციებისთვის. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ, უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელსაც, თუმცა ჩვენ ხვალ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევხვდებით. ზუსტად 9 საათზე, რა თქმა უნდა, მაესტროზე, ამიტომ დაგველოდეთ. დაგველოდეთ ნახვამდის.